Clar, Pebulze უცებ რა. ანუ Pebulze კი ბევრი ვლაპარაკე, დღეს ცოტა ვლაპარაკე, ნახავთ მაგ დონაციებიდან გამომდინარე ვლაპარაკობდით და ერთადერთი პრემიერ-ლიგის ფაქტებს წავიკითხავ პროსტა რაც მაგ. გამოწერილი გაქვს? ხო, იმიტომ რომ ისი ლა ლიგა დამთავრდა, შეჭმა სერია დამთავრდა, პრემიერ-ლიგა დამთავრდა და რაღაცეები მოხდა რა. ხო, კი ბატონო. ნუ პრემიერ-ლიგაში მეტნაკლებად რაღაცეები, კაი თქვით, ტოტენჰემი რო დარჩა და ჩემპიონი კი არსენალი წინა კვირაში გახდა, მაგრამ ჩელსის ძალიან ცნობილი სტატისტიკა არის, ეს არ ვიცოდი, ტიაგო სილვა რო ახსენეთ რა. ზედზედ მეორე სეზონია ჩელსი მისა დაამთავრა, ზედზედ მეორე სეზონი. და ისპავა აღარ გვინდა. მე მინდა. ზედზედ მეორე სეზონია ჩელსიმ 30 პლუს ფეხბურთელი არ ათამაშა. ასე კი. 30 პლუს ფეხბურთელი არ ყოლია მეორე წელია ზედიზედ. ბოლო ფეხბურთელი ვინც ითამაშა 30 პლუს იყო ტიაგო სილვა. 39-ის იყო 2023-24 წლების სეზონის ბოლო შეხვედრაში. მაიკლ კერიკმა როცა პირველი თამაში ჩაატარა მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იანვარში, აი მაშინ რო გაეკეთებინა ბრუნო ფერნანდეშის პირველი საგოლე პასი, ჯერ კიდე იანვარში. მაინც საუკეთესო ასისტენტი გახდებოდა პრემიერ-ლიგის. მეტად 13 პასი გააკეთა იქიდან მოყოლებოდა. ჯაროდ ბოუენმა სეზონი დაამთავრა 9 გოლით 11 პასით. და ჩარლი ოსტინის მერე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 20 საგოლე კონტრიბუცია ჰქონდა და გავარდა. ოსტინის ქვის პარკში 14-15-ში ჰქონდა 18 გოლი და 5 პასი. მაინც გავარდა. ორი გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა კუთხოვიდან ამ სეზონში. პირველი არის არსენალი 19, მეორეზე არის 18 გოლით ვინ, აბა თუ იცი? არ ვიცი. ტოტენჰემი შეჭა. ანუ არსენალზე რო ვამბობთ რომ ტოტენჰემს 18 გოლია კუთხოვიდან გატანა. ეს გავიდა მე-17-ზე. ჩარლი ოსტინი, ქუჩები არის ვიწყებენ, არის ქაშარი. ადელტ არაფტი არ არის. ადელტ არაფტი იყო ფინფამფო, ფინტი კრუშკა, აი უბანძესი ფეხბურთელი იყო. აი გადირკვა ჩარლი ოსტინი იყო ქუჩები არის ვიწყებენ, გოლებიც გაქონდა, ყვერებიანიც იყო და მაგრამ ევასება. ადელტ არაფტი არ არის. ეს რატომღაც არის ქუჩები? ადელტ არაფტი გახსენდება. ტექნიკური იყო და ტექნიკური იყო, აი გავიგეთ ჩემ არა, ტექნიკური იყო არა ის. ტოტენჰემმა ბოლო ტურში თამაში მოიგო, იყო სულ მესამე გამარჯვება ამ სეზონში სახლში წარმოიდგინე იმ ძალიან ლამაზ სტადიონზე, სულ 3 თამაში მოიგეს და ყველაზე ცოტაა ის პრემიერ-ლიგის ისტორიაში იმ გუნდებს შორის, ვინც დარჩა, ვინც არ გავარდა რა. ჰალს ჰქონდა ასევე საიმოგება 2008-2009 წლების სეზონში. ჰალი გადმოვიდა. ხო, მაგათ ვთქვათ ეგეც. თან ძალიან გადმოვიდა. არსენალი გახდა პირველი გუნდი პრემიერ-ლიგის ისტორიაში, რომელმაც ერთდროულად მოახერხა ისე, რომ არც პენალტი დანიშნულა მათგანში და არც წითელი ბარათი ყოფილა, ანუ ორივე რო ერთად მოხდა. პირველად მოხდა ეგეთი რამე, რომ პენალტი არ დანიშნულა წარმოიდგინე მათგანში და არც გაუგდია თვინმე. სალახმა გააკეთა 93 პასი პრემიერ-ლიგაში ლივერპულში და გადაასწრო ჯერარდს. 92 პასი ჰქონდა ჯერარდს და რეკორდსმენი გახდა სალახი. ბრუნოს 21 პასი გასაგებია. პირველი ფეხბურთელი გახდა და პეპ გვარდიოლამ თავისი 593 მატჩი ჩაატარა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და რეკორდსმენი გახდა. გადაასწრო ლეს მაკდაუელს. ანუ ხედა ბოლო ტურში მოხდა ეს ორი რაღაცა. პეპ გვარდიოლას თემა და სალახის. და ხალხსაც შეეხება ძალიან ცნობილი რაღაც მოხდა, ვიცი? ვიცი, ხალხთან მიმართებაში რა მოხდა? არა, გადმოვიდა გავიგე. ხო, ვის ეთამაშა ფინალი? არ მახსოვს. მილზბროს. და ვის უნდა ეთამაშა? ნუ ვიცი, საუთჰემპტონთან. საუთჰემპტონმა მოუგო მილზბროს ნახევარფინალი და გავიდა ფინალში. და მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ ვიღაცა ჯაშუში გაუგზავნიათ მიდლსბროს ვარჯიშებზე, საუთჰემპტონს და მოხსნეს შეჭმა და მიდლსბრო გაუშვეს. ფინალს ეთამაშა. გადაიღო იმან ვარჯიშები რა. ჯაშუში ყავდა საუთჰემპტონს და ფინალში ეთამაშა საუთჰემპტონს. მინდანები ეძახდა. და მოუწია მიდლსბროს თამაში და 94-ზე გაუტანა ოლი მაგბერნიმ. არ გავიგე. 100 მილიონიანი გოლია ეს. ანუ პრემთავრდებოდა და ამატებით დროში გადადიოდა თამაში და ოლი მაგბერნიმ შეუგდო და შეგახსენებთ რომ ეს მეორე წელი გამოვიდა ეგრე ჩემპიონშიპის პლეი-ოფის ფინალი შაშანაც ბოლო წამებზე გავიდა გოლი თუ გახსოვთ. ლა ლიგა დამთავრდა და თათო მონღოლეთის მესამე ლიგაზე გებაზრება. ვის? აო? მონღოლეთის მესამე ლიგაზე გებაზრება. აი, რაღაცებს არ ვლაპარაკობ. ლა ლიგა დამთავრდა და ძალიან კარგად დამთავრდა, მაგარი თამაში იყო ვილარეალ ატლეტიკო გუშინ 5-1 მორჩა ჟორჟმა გაიტანა ძალიან საკაიფო გოლი. მე-13 იყო და მაგრა უწურავდი რომ კიდე ერთ შეეგდო, იმიტომ რომ ათეულში გადიოდა ბომბარდირების. ესე მე-11 გოლი ძალიან კაი შედეგი. მე-11-ზე გავიდა რა და თებით სადაც თამაშობდა. ეწეოდა იმას ლევანდოვსკის და კიდე ორ კაცს და ათეულში შედიოდა. მაინც კაი შედეგია, ძალიან ვილარეალ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ძალიან მაგარი შედეგია. გავარდა მალიორკა და ჟირონა.
ჟირონათან თავის თავზე იყო დამოკიდებული, რომ მოიგო ელჩესთან დარჩებოდა, მაგრამ ფრეი თამაშობდა, ანუ მალიორკა მოიგო თავის მეჩში, მაგრამ არ იყო. ოსასუნა გადარჩა მაგარას, ვატაშორის. მურიკიმ გაიტანა 23 გოლი. მურიკიმ გაიტანა 23 გოლი და გავარდა ლა ლიგიდან. ეტაპი, კონფერენს ლიგაზე. გაიტანა 22. იცი რა ვქოთ, ლავი არ გავთიშოთ. წავიღოთ და გზაში და ჩავიტანოთ. იქ თქვა გადავხტოთ. 1024 გოლი გავიდა ლა ლიგის ამ სეზონში და 2017-18 წლების სეზონში გავიდა ასევე ამდენი და აი ამ პერიოდში ამდენი არ გასულა. ანუ საუკეთესო სეზონი იყო ბოლო 8 წელიწადში გოლების მიხედვით. ატლეტიკომ ვილარეალთან კი წააგო 5-1, მაგრამ პირველ ტაიმში აგებდა 4-1 და დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით ეს არის პირველი შემთხვევა, რომ ატლეტიკომ პირველ ტაიმში გაუშვა 4 გოლი. 800 თამაში აქვს ჩატარებული სიმეონეს ატლეტიკოს სავარცხლის პოსტზე და პირველად მოხდა, რომ 4 გოლი გაუშვა მისმა გუნდმა პირველ ტაიმში. ლა ლიგიდან რომ გავარდა ოვიედო, ჟირონა და მალიორკა ეგ-ერთი ამბავია, მაგრამ მეორე ამბავი ისაა, რასინგი ხო გადმოვიდა გულიაშვილთან ერთად. და გადმოვიდა დეპორტივო, რასაც ყველას გილოცავთ. იმიტომ დეპორტივოს გადმოსვლა ძალიან მაგარი ამბავია, ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ლა ლიგის დაბრუნდა და on ძალიან ცნობილი რეკორდი აქვს დეპორტივოს და ბეტის სხვათა შორის არც ეს აამაყო, მე-12-ად გადმოვიდა პრიმერაში. ბეტის აქვს ეგ რეკორდი ასევე. ხო, ბეტის ხშირად შვებოდა. არ არის კაი ამბავი, 12 ჯერ გადმოდიხარ. ხო, და არც ეგ რეკორდია რა. ბარსამ 94 ქულა მოაგროვა, მეტი შეიძლება იმიტომ წააგეს ბოლო ტურში, მაგრამ 94 ქულა მოაგროვა და მესამე შედეგი, მეოთხე საუკეთესო შედეგია ბარსას ისტორიაში. ათასი კომენტარები. რა ხდება? გამოყლება შეიძლება. გეკაიფებია შეჩემა. ყველა ხო არ არის შეჩემა. თითქმის ყველა კომენტარი მაგაზე გეყოფაო, ფუ და რაღაცებს გიწერენ. ლ ფუ. აიცა, ჩემთვის ვაკეთებ ამას. ეს გაცმა ჩემთვის. კაი, ბოლოს ვიტყვი მაშინ რაღაცებს ნეცა. აი, ძალიან საინტერესო ფაქტი. ფეხბურთის მოყვარულებისთვის საინტერესო ფაქტია და ვისაც კიდიათ ფეხბურთზე მკიდია. ნახე. მილანი ხო ვერ გავიდა ლიგაზე. მილანი ვერ გავიდა ლიგაზე. ვერც იუვენტუსი ვერ გავიდა. ჯერჯერობით გავიდა კომო და ძალიან მაგარი ამბავია. სასწაული შემთხვევაა. მე-16 განსხვავებული გუნდი იქნება კომო, რომელიც ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე იტალიის სახელით და მე-12 ჩემპიონთა ლიგას თუ ავიღოთ. არა. ჩემპიონთა ლიგა რაც არსებობს. საინტერესო რაღაცას ვამბობ, მაცადეთ, შეჩემა რა. რაგაცინას. საინტერესო ფაქტია, რაღაცა პროჭობას აკეთებ. ჩემპიონთა ლიგა რაც არსებობს, ჩემპიონთა ლიგა რაც არსებობს. შეიძლება იყოს. აი, ტატო ჩვენი ძმა ხარ, ტატო გვაინტერესებს, ტატო გისმენთო და რაღაცაო. სანტაინახე. აგა წერია, შენ მარტო შენები რო გევასება, რასაც გინდა რომ დაინახო. მაცადე ერთამით. ჩემპიონთა ლიგა რაც არსებობს, პირველად მოხდა, ხო? პირველად იქნება შემდეგ წელს. რომ არც მილანი იქნება და არც იუვენტუსი. მართლა? ხო, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეგეთაც არ მომხდარა. ან მილანია ხოლმე, ან იუვენტუსია ხოლმე, ან ორივე ერთადაა. პირველად იქნება, რომ არც ერთი იქნება და არც მეორე. და როგორ გაანიავა ან ერთმა მეორემ, მილანმა თან მოაგროვა 70 ქულა და 3 ქულა რო აიღო მოგებაზე. მთელი ისტორია რო აიღო იტალიის ჩემპიონატის. პირველი შემთხვევაა, რომ ამდენი ქულა აიღო გუნდმა და 4 ხოლში ვერ გავიდა. მილანი. არასდროს არ მოხდა 70 ქულა თუ მოუგროვებია, ან 70 ქულის ეკვივალენტი, ორი ქულის ეპოქაში, როცა მოგებაზე ორი ქულა იყო, 4 ხოლში ყოველთვის შედიოდა, რა პირველად მოხდა 4 ხოლში ვერ შევიდა. დონიელ მალენმა 14 გოლი დაამთავრა სეზონი და ორადორი შემთხვევაა, რომ ამაზე უკეთეს შედეგი ჰქონდა ვიღაცას, მართლა, როცა 20 თამაში არ უთამაშია. ერთია იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 15 გოლი შეაგდო 20-21 წლების სეზონში 19 თამაშში და მეორე არის შენი საყვარელი ბრაზილიელი რონალდო, რომელმაც 98-19-ში შეაგდო 14 გოლი 19 თამაშში. და მალენმა გაიტანა 14 გოლი ახლა იმაში 18 შეხვედრაში. ბომბარდირის ჩამორჩა 3 გოლი შეჩემო. ხო, არა. ანუ ლაუტარო გახდა 17 გოლი ბომბარდირი და მალენმა გაიტანა 14. მეორეზე გავიდა. მიანიშნებს. ნახევარ სეზონი ითამაშა. სერია რო მაგარ დღეში არის მიანიშნებს. საუკეთესო ფეხბურთელი ვინ გახდა სეზონის? არა? დიმარკო გახდა MVP. ბიჭო, მართლა სასწაული სეზონი ჰქონდა. 7 გოლი და 17 პასი გააკეთა ტიპმაში. 17 ძალიან ბევრი. და არის ისა, ყველანაირი ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია ცველების ყველა დროის. ხო, 17 მაგრამ დიმარკო ბოლომდე. საგოლე კონტრიბუციები რა. ანუ 24 დაუგროვდა, 7 გოლი და 17 პასი და გრიმალდოს ჰქონდა რეკორდი 23-24 წლების სეზონში 10 გოლი და 13 პასი. და 23 იყო და ამან გაასწრო დიმარკო გოლი გაიტანა ბოლო ტურში. და ხო, ლაუტაროს 17 გოლიანი სეზონი არის სიგიჟეა, იმიტომ რომ ბოლო ფეხბურთელი, რომელიც გახდა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი და 20-ზე ნაკლები გაიტანა, იცი ვინ იყო? დიეგო მარადონა. 88 წელს გახდა 15 გოლი ბომბარდირი. მაშინ ძალიან ჩაკეტილი ჩემპიონატი იყო. ხო, იმიტომ რომ ერთი წელით ადრე 17 გოლით გახდა ვირდისი ბომბარდირი, მაგრამ ნუ
17 გოლით ეხლა ამ მუნდიალი იყო ჩემპიონი. პიზდეციაში. მაშინ 16-იანი. ხო, 30 ტური იყო. ეგ არის. ის სერია 16 გუნდიანი. არა, სერია ძალიან დამძრეული აქვს და იტალიის ნაკრებს და ყველას. ძალიან პიზდეცია 17 გოლით მომბარდირება წარმოუდგენელი რაღაცაა. ხო, და ნუ კიდე ბოლოს ვიტყვი ამასაც. კი რაღაცა კიდე მოხდა ვიღაც ქართველი გადმოვიდა, კიდე გულიაშვილი რო გადმოვიდა. ნუ პროზინონი რო გადმოვიდა კვერნელზე ეგ ვთქვით. წინა გადაცემაშიც ზურიკოს ექნება შანსი ამ კვირაში რო გადმოვიდეს, იმიტომ რომ სენტეტიენ ნიცაა და იმედია გადმოვა ზურიკოს. ზურიკო დამტრაულია, ხო? არა, ითამაშებს. ხო, ითამაშებს. ხო. და ნუ ისა არგენტინაში ბელგრანო გახდა არგენტინის ჩემპიონი. თან ძალიან მოულოდნელად, იმიტომ რომ აგებდა 2-1 უგებდა რივერი და მე-80 წუთის მერე 2 გოლი გაუტანა ფერნანდესმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა. და წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ ერთის მხრივ ფინალი იყო ყველა დროის რეკორდსმენს რივერ პლეიტსა და გუნდს შორის რომელსაც ტიტული არ ქონდა მოგებული აქამდე ისტორიაში. და თან ფინალი იყო კორდობაში. ბელგრანოს კორდობას გუნდია. ოღონდ კემპესის სახელობის სტადიონზე იყო, რომელიც არის ტალიერესის. და ტალიერეს და ბელგრანო თმას ვერ იტანენ. ანუ გარდა იმისა, რომ ბელგრანო ისტორიაში პირველად გახდა ჩემპიონი, გახდა იმ სტადიონზე, რომელზეც თამაშობს მისი მთავარი მოსისხლე მტერი რა. ოღონდ როგორი მოსისხლე მტერი, იცით? მე არ ვიცი, ახსოვთ თუ არა. რამდენიმე წლის წინ ბელგრანო ტალიერესის თამაში ტიპი მოკლეს. მაგრამ მინდა. რამდენიმე წლის წინ ბელგრანო ტალიერესის თამაშზე გულშემატკივარი და მოკლეს. მოკლეს აიძულეს ფაქტობრივად თავი მოიყლა იმ ტიპმა, იმიტომ რომ მთელი ტრიბუნა ურტყამდა და ეს ბოლოს გადახტა და რა დაეცა ქვემოთ ტრიბუნიდან მოკვდა, იმიტომ რომ ეგონათ ტალიერესის გულშემატკივრებს ეგონათ რომ ეს არის ბელგრანოს კომაგიო. ანუ არ იყო, თან ტალიერესის გულშემატკივარი იყო. და მთელი ტრიბუნა ცემდა ტიპს. ვიღაცამ ეს ბელგრანოს კომაგიო და პოსტო ბელგრანოს კომაგიო. მთელი ტრიბუნა ცემდა და ბოლოს გადახტა ეს საწყალი და მოკვდა. და აი ამ მაგ სტადიონზე მაგ გუნდის სტადიონზე მოიგო ამ ბელგრანომ ისა. ეხლა ისეთ ხოთზე ხაში და აქ უნდა დაღაფსაში შემპირდაპირ აი უნდა ჩაიხატო და შენ აიცი რა ჩაფსმული არ მაქვს უკვე ეს. ხო და კიდე რაღაცებს გამინდოდა მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი ჰა. იქ თელი ღამე გაქვს შეჩემა დაჯეკი. თელი ღამე თქვენ ხელში ვინ ვილაპარაკებს? შენ კიდე ჩამოვიდა ნაციები შეჩემა? იმედია გავლას ვაპირებ და აქ გამოსახებ. გავლას ვაპირებ, ხო, აეროპორტის გზაზე გამოვიძახებ, ხო. გამოვიძახებ კი არა. დახვდები იმას. შევივლი. აი ეს აეროპორტის ამსტერდამის რეის. არა, აეროპორტის შევივლი, შეჩემა მეფსია. კიდე კარგი ხელში, კარგი კონზე ვარ თქვენ ხელში. ბლად. ანუ აი ხა ამ გადაცემაში თუ ჩვენ ხელში თელი გადაცემა ვკითხულობდი დონაციებს, შეჩემა და ფერბურზეც ვილაპარაკე კიდე რა გავქნა მეტი. არაფერი, ეხა წინ გელოდება სექსი და როკი, ანუ გადაცემა რომელიც სექსი და როკი გენიალური გადაცემა გელოდება წინ. ნარკოტიკები გამოხჩა. ნარკოტიკები არ ვიცი, ხშენ დაამატე. Sex, drugs and rock and roll ეგრე არის. მოდი, ეხა ის არა ქვია. ეს ლაივი და Sex, narcotics, rock and roll. ეს ლაივი ჩავხურო. არა, რა. ხო. არა, მოხსოვს ეს იმის. აი წავიღოთ, გზაში წავიდეთ და იქ სანამ არ ჩავალთ, იქ ისინი არ გაუშვათ ლაივში. და ეხა კი ვამბობდი მე რომ ფეხებზე მკიდია თქო რაღაც, მაგრამ არ არის ეგრე. პირიქით თქვენი აზრი რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ იყოს, ამ საქმეს აღარც გავაკეთებდით ვაფშე. რო ხედავთ ეგეთ დამოკიდებულებას ყველაფრის მიმართ თქვენსას და ჩვენს მიმართაც ასევე მაგიტოა რომ გვიხარია ხოლმე ყოველ ჯერზე ეს გადაცემაც და ნებისმიერი ვიდეოს დადება იქნება თუ გადაღება, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენს გაგისწორდებათ რაღაცა, თქვენთან ფიდბექს რო ვიღებთ, ეგ არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასახარი ამბავი. არა, კამერას ვერ წავიღებთ, ეხა ჩვენ პატარა ის უნდა გავაკეთოთ რაღაცა. აქეთ სასაგებიც იქნება კაცო. წვერებიანიც იქნება. ბიჭები იქ არიან, ღიპიანი ტიპი იქაც დაგხვდებათ, ეხლა რო გადაირთვება, კიკინიანიც დაგხვდებათ, მელოტიც დაგხვდებათ და ინდოელს როგორც ეგეთიც ვინმე არის კი. ფუტატო! ჩემპიონთა ლიგა. ჩაიქთო? ბიჭო, კომორო გავიდა. ბიჭო, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად მოხდა ეგ ამბავი, რომ ვერც მილანი, ვერც იუვენტუსი ვერ გავიდა. თან კომო გავიდა შეშემა? თან როდის 70 ქულა რო ქონდა დაგროვებული. ხო. პრემიერ ლიგაზე ვილაპარაკეთ უკვე, იმიტომ რომ წინა კვირაში იყო ეგ ამბავი. არა, თან 70 ქულა, როგორ 70 ქულა? ორქულიანებიც რო იყო ეკვივალენტში. ანუ მაშინაც კი არ დაფიქსირებულა ეგ შემთხვევა და. არა, მე კლეზე მკიდია, კაცო, მე უნდა თქვა ეხა. მე ეხა დასაფიქსირებელი მაქვს ეგ აზრი აუცილებლად.